თუ ღმერთი ხარ, მაშინ გამარკვიე, დამეხმარე, რა არის საჭირო ცხოვრების წარმართვისთვის. მახსოვს დივანზე ვიჯექი და ვტიროდი, დილის 4 საათი იყო. რა გინდა ჩემგან, რა? აქამდე როგორ მოვედი? ღმერთმა თქვა, ნილ, სინამდვილეში ძალიან მარტივია. შენ ფიქრობ, შენი ცხოვრება შენ გეხება. შენ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო შენთან. ეს ეხება ყველას, ვის სიცოცხლესაც შენ ეხები და იმას, თუ როგორ ეხები მას. ჩემს ცხოვრებას საერთო არ აქვს ჩემთან? დიახ, ეს გეხება უნივერსალურად იმ გაგებით, რომ შენ და ყველა დანარჩენი ერთნი ხართ. მაგრამ ეს არ ეხება მას, როგორც შენ, ნილი ფიქრობს. ყველაფერი მოგეცი, რაც გჭირდებოდა. უბრალოდ არ გამოიყენე ის, რაც მოგეცი. თანაგრძნობა, ცნობიერება, ინტელექტი, ჭეშმარიტი სიბრძნე, სიცხადე, გაგება, კეთილშობილება. ყველა ის მშვენიერი რამ, როგორადაც უზენაეს ადამიანს წარმოიდგენ, მაგრამ შენ წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება შენ ხარ. ამიტომ ფიქრობ, რომ როგორმე უნდა მოაგროვო ყველაფერი, რაც გგონია, რომ გაკლია. ან ვიმე მიპოვოს გზა, რომ თავი დაცულად იგრძნოს ამ სამყაროში. სამყაროში, რომელიც ვერ გხედავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ. ასე რომ შენ გაქვს ის, რაც საჭიროა. იშოვო ფული, მოიპოვო სიყვარული, შექმნა ურთიერთობები, სამსახური. ეს ყველაფერია, რაც უნდა გააკეთო, მაგრამ რეალურად, რაც ნამდვილად უნდა გააკეთო, თუ ამას შეძლებ, უბრალოდ იყავი ის, ვინც ხარ, ღვთაებრივი არსება და ცხოვრებისეული მოვლენები გამოიყენე როგორც შესაძლებლობები ამის გასაკეთებლად. და თუ უბრალოდ ამას გააკეთებდით, აღმოაჩენდით, რომ ყველაფერი, რაზეც ფიქრობდით, რომ დიდ ტანჯვას მოითხოვდა, დაძაბულობას, შრომას, აღმოაჩენთ, რომ მარტივად გეძლევათ ყოველივე. ისე დავიწყე ცხოვრება, თითქოს ჩემს ცხოვრებას ჩემთან არანაირი კავშირი არ ქონოდა, რადგან თუ არაფერი მჭირდებოდა, არაფერს მოვითხოვდი, არაფერი მაკლდა, არაფრის უკმარისობა მქონდა. მაგრამ უბრალოდ ავირჩიე გამომეყენებინა თითოეული დღე, წუთი, საათი, მოვლენები, შესაძლებლობები, რათა მეჩვენებინა, რომ უკვე მაქვს ყველაფერი, რომ მე ვარ ამ ყოველივეს წყარო, რომ არ ვეძებ სხვა ადამიანს, ადგილს ან მოვლენას, რომ მომცეს რასაც ვეძებ, არამედ ვარ წყარო ამ ყველაფრის თავად, რისთვისაც მეგონა, რომ უნდა მებრძოლა. არაფერი მჭირდება შენგან, არ ჩემი აღფრთოვანება, არ ჩემი სიყვარული, არ ჩემი მოწონება. რა თქმა უნდა, არ ჩემი ფიზიკური ნივთები არ მჭირდება. არ მჭირდება შენი ფული, მანქანა, სახლი, არ მჭირდება შენი სხეული. არაფერი მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არაფერი მჭირდება მე თქვენგან. და ამაში არაჩვეულებრივი არის ის, რომ ამ ცხოვრებით უნდა იცხოვრო, თუნდაც რამდენიმე წუთით. ეს საოცრებაა. როცა ადამიანს ემართება მსგავსი რამ, ხალხი უცებ გაშტერდება და გეკითხება, კაიფში ხარ, რას ეწევი? არა, ეს ხარ სრულიად ახალი შენ, ეს არის ტრანსფორმირებული ხედვა, შენ ხარ განვითარებული. ამდენი წლის შემდეგ გარკვიე, რას აკეთება აქ. შეგიძლიათ დაიჯეროთ ყველაზე ამაღელვებელი აზრი საკუთარ თავზე, რომელიც ოდესმე გაგიბედიათ და გქონიათ? და შემდეგ თუ ნამდვილად მიიღებთ, აღიქვავთ ამ აზრს, როგორც თქვენს სიმართლეს, რომ თქვენ არ იგონებთ, არ წარმოიდგენთ, ეს არის სინამდვილე, ის, რაც სიმართლეა შენ შესახებ. შემდეგ, როდესაც მიიღებთ ამ დიდებულ აზრს საკუთარ თავზე, ამის შემდეგ შეგიძლიათ სხვების აღიქვათ ასეთებად.